მოგესალმებით მეგობრებო, დილა მშვიდობის, როგორ ხართ? საოცარი ამბით დავიწყებ და ვისაუბრებ იმაზე, მე რა გამოცდილება მაქვს თუ სად და როგორ უარყოფენ ქრისტეს და რატომ უარყოფენ ქრისტეს, როგორ და რა პოზიციით, გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად. აი ამაზე ვისაუბრებ დღეს და ძალიან გამეხარდება თუ თქვენ შემომიერთდებით ამ საკითხში და თქვენს გამოცდილებებს დამიწერთ კომენტარებში. მოგესალმებით, ორი ადამიანი შემომიერთდა და აი ახლა უკვე დავიწყებ იმ საოცარი გამოცდილებით, რომელიც მე ამ დღეებში გავიარე და არა მხოლოდ ამ დღეებში. ჩემი ცხოვრებისეული გამოცდილებების ნიადაგზე ადამიანებში როგორ იწვევს იესო ქრისტეს ხსენება აგრესიას და რომელ ფენებში, რა სფეროებში, ვისთან, როგორ. ამაზე მოვყვები ახლა მე დღეს. მოგახსენებათ, რომ ღვთისმიერი ღმერთის მიერ გზავნილი სტუმარი მყავდა მე ამ 2 დღის განმავლობაში, რომელმაც ძალიან ბევრი რამე გამაგებინა იმასთან დაკავშირებით, თუ რა პრობლემა აქვს საზოგადოებას. არა იმიტომ, რომ მან მომიყვა ეს თავისი სიტყვებით, არამედ თავისი საქციელებით ადამიანმა მანახა, თუ როგორ, სად და რანაირად არის საზოგადოება გაჭედილი ერთ ადგილზე და რატომ ხდება იგი აგრესიული იესო ქრისტეს ხსენებაზე. მოგახსენებათ, რომ უკვე იესო ქრისტე ისეთი თითქოს და ისე გაიცვითა ეს სახელი, რომ ახსენებ იესო ქრისტეს, გეგონება ადამიანი პირდაპირ გაკავშირებს, ესე იგი ასოციაცია ექმნება, რომ შენ რელიგიაზე დაიწყებ საუბარს, რელიგიური ხარ, რელიგია ყველას მობეზრდა უკვე და თავისებური წინა პირობა, რომელიც მას უკვე შეუქმნა საზოგადოებამ, როდესაც ადამიანი სიტყვა იესო ქრისტეს ამბობს, მას უკვე წითელი ენთება და არ სურს ამაზე, არც ლაპარაკი, არც მოსმენა, უკვე იცის თითქოს თავის თავში ჩამოყალიბებულია რას იტყვი, ეს უკვე ყველამ ვიცით, ქრისტეს তো ყველა იცნობს, ეკლესიები და რელიგია და ასე აიგივებენ ქრისტეს რელიგიასთან, მაგრამ სწორედ ამაზე ვისაუბრებ, რომ ჩემი ცხოვრების ნიადაგზე არაერთ ადამიანთან მომიხდა იმის ახსნა, თუ მე რატომ ვახსენებ ესე ხშირად იესოს და აი გუშინაც მე მომიხდა ერთ-ერთ ადამიანთან საუბარი, რომ როდესაც მე ვსაუბრობ იესო ქრისტეს სიტყვებით და მისი სწავლებებით, ჩემი ცხოვრებისეული გამოცდილებიდან, ადამიანს უჩნდება სურვილი, რომ ითხრას, იცი რა, მოდი იესოზე ნუღა ვილაპარაკებთ, მოდი ილაპარაკე შენს თავზე, შენ რა შეგიძლია და შენ ვინ ხარ. და სწორედაც, როდესაც მე ვიწყებ აი ამის ახსნას, რომ მე ვარ ის, რაც ქრისტემ ჩამოაყალიბა ჩემგან, იმიტომ რომ არა ქრისტე, აი ეს და ეს არარაობა ვიქნებოდი, აქ უკვე ადამიანს ეკეტება და გონია, რომ მე იესო ქრისტეს ხსენებას ისევ და ისევ თავს ვახვევ. და საოცარი არის ის, რომ მე ვერ ვიგებდი დიდი ხნის მანძილზე, რატომ ეწყებათ ამ ადამიანებს ამხელა აგრესია, როდესაც ადამიანი უბრალოდ იესო ქრისტეს ახსენებს, ხო? ხომ არსებობს ესე იგი უამრავი მეცნიერი ახსენებს, თქვათ, ვიღაცა მეცნიერის სახელით საუბრობენ, ესე იგი ფილოსოფოსების სახელით საუბრობენ, იმა და იმ პირის სახელით, ვინც თქვათ არის ბუდა, ვინც თქვათ არის რამდენი ფილოსოფოსი ჩამოვთვალო, რომლის სახელითაც ძალიან ხშირად როგორც გურუები, ისე ფსიქოლოგები, ისე საზოგადოების სხვადასხვა ფენაში, სხვადასხვა წარმომადგენლები საუბრობენ, მაგრამ თუ კი ვისაუბრებთ იესო ქრისტეს სახელით, არავის არ უჩნდება სურვილი, რომ მოისმინოს, იქნება რა თქვა იესო ქრისტემ. შეიძლება ნიცშეზე ვისაუბროთ, შეიძლება ვისაუბროთ მაგალითად აღმოსავლურ ფილოსოფოსებზე, როგორიც არიან
ეხლა არც ერთი სახელი არ მახსენდება, აღმოსავლური ფილოსოფოსები გამახსენე. ის ვინ არის? ძის რა ქვია? ძის. ციცერო? არა. აი ახლა ყველა სახელი დამავიწყდა, მაგრამ არა აქვს მაგას მნიშვნელობა, იმიტომ რომ არც უნდა ვახსენოთ ესე იგი ისინი. ნუ ნებისმიერი ავიღოთ რა, ანუ ახლა ჩვეულებრივად შეგვიძლია ნებისმიერი გინდა ევროპული სფეროდან, გინდა აღმოსავლური სფეროდან ნებისმიერი ფილოსოფოსი, მეცნიერი შეგვიძლია ავიღოთ. და ვისაუბროთ იმაზე. კაცის შვილს არავის პრეტენზია არ გაუჩნდება და არ გაუჩნდება ის რომ აუ მოიცარა რა დროს ეგ არის, ახლა ის როდის იყო და ჩვენ სად ვართ აქ. მაგრამ ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე, ყველას უჩნდება ის რომ კარგი რა დროს იესოა. გესმის? ანუ ესე იგი მე თუ ვისაუბრებ პლატონზე, საინტერესოდ მომისმენს ადამიანი. მე თუ ვისაუბრებ ციცეროზე, საინტერესოდ მომისმენს ადამიანი. მე თუ ვისაუბრებ კარლ იუნგზე, საინტერესოდ აინშტაინზე, მოისმენენ ამ ყველაფერს, გესმის? მაგრამ მე თუ ვისაუბრებ იესო ქრისტეს, მოიცა რა. გაჭედილი გაქვს მაგ იესოში. ხო, აი ესე. მაგრამ ეხლა მაინტერესებს რა, თუ კი ოდესმე რომელიმე მეცნიერი დამჯდა რა და შედარება გაუკეთებია იმ ყველა არაჩვეულებრივი ფილოსოფოსი მეცნიერისა, რომელიც საერთოდ ცხოვრებაში არსებობდა და ქრისტეს შორის რა განსხვავებებია მათ გამოთქმებსა და ქრისტეს გამოთქმებს შორის, მათ საქციელებსა და ქრისტეს საქციელებს შორის. და თუ კი ოდესმე რომელიმე მეცნიერს გასჭენია სურვილი, რომ იესო ქრისტე ასაუბროს როგორც მეცნიერი, ისე ფილოსოფოსი და ისე სასულიერო პირი. აი ამის სურვილი თუ ვინმეს ოდესმე გასჭენია ცხოვრებაში დამიწერეთ რა უბრალოდ. როგორც იესო ქრისტე, როგორც ფილოსოფოსი. მაგალითად, ხო, ავიღოთ იესო ქრისტე და ვასაუბროთ როგორც ფილოსოფოსი. საუკეთესოზე საუკეთესო ფილოსოფოსი არ არსებობს უფრო უკეთესი ფილოსოფოსი თუ კი ვინმეს რამე წაუკითხავს ცხოვრებაში. მაგრამ როგორც კი ახსენებ იესო ქრისტეს, იქ ჩნდება აგრესია, იქ ჩნდება და სხვათა შორის მოხდა ისეთი ამ ხალხთან მიხდება ისეთი ენერგეტიკული შეჯახება, რომ წყობრიდან გამოდიან ფიზიკურობაში ვეღარ ეტევიან და გარბიან. ნუ საქმე იმაშია, რომ ვინც ახლა ძლიერია და ვინც ახლა ძლიერი თავის მართველია და თავის უფალია, მას რაღაც ეტაპზე მაინც შეუძლია ტრანსცენდენტულობაში გადასვლა და მაისტერობა იმ საკითხის, მასტერობა, რომ მაინც დარჩეს, მოისმინოს და მერე ბოლოს გაიგოს რას გულისხმობ, თქვა ხო ქრისტეში. არც ერთ სასულიერო პირს, არც ერთ მაგს, არც ერთ ესე იგი ენერგეტიკული ძალების წარმომადგენელს, თუნდაც ჩვეულებრივ პირს არ ძალუც იმის ძალა არ აქვს, რომ მოისმინოს რას ამბობს ქრისტე. არ აქვს ამის ძალა. და საქმე იმაშია, რომ ესე იგი ჩემი ცხოვრების მანძილზე ადამიანი მინახავს, დაუწყია როკვა, ცეკვა, დაცინვა. ესე იგი სასწაულები ემართებათ ამ ადამიანებს ჩემს წინაშე, ეს ადამიანები გარდაიქმნებიან როგორც აი 180 გრადუსის შემოტრიალდებიან და იწყებენ აბსოლუტურად თავის გამჟღავნებას. როგორც კი სიტყვა იესო ქრისტეს ხსენება იწყება და როგორც კი ვიწყებ იმას, რომ იცი რა, მე ვერ დავიწყებ ჩემს თავზე საუბარს და ჩემი სიტყვებით საუბარს, რამე თუ მე ვისწავლე და ჩემი მასტერი და ჩემი მაისტერი არის იესო ქრისტე. და მე თუ ქრისტემ მასწავლა, მე ავიღებ ამ სიტყვებს და ჩემი ვილაპარაკებ, რომ ეს ყველაფერი მე ჩემით ვისწავლე, ხო? მაშინ მე წავართმევ მას, მაშინ მე ვპარავი გამოვდივარ. და არ ვაძლევ ჩემს თავს უფლებას, რომ იმ ადამიანმა, რომელმაც მასწავლა, მე რა რომ 2000 წლის წინ იყო, იმ ადამიანმა მაშინ თქვა და მე დღეს გავიგე, მე მისგან ვისწავლე, გესმის? მე არ მისწავლია ბუდასგან და მე არ მისწავლია კრიშნასგან, მე ვისწავლე ქრისტესგან. ხო?
მე ვისგანაც ვისწავლე, იმის სიტყვებს გეუბნები და შენ არ შეგიძლია ამ სიტყვების უბრალოდ მოსმენაც კი. იმიტომ რომ შენ არასდროს არ დაგფიქრებულ ხარ, რას ნიშნავს ქრისტე, იმ თვალსაზრისით, რომ ისე კი არა, რასაც რელიგიას რომ მიაწერეს ანტიქრისტეს ქადაგება რომ მიმდინარეობს აბსოლუტურად დღეს ყველგან. არამედ ქრისტეს სინამდვილეში მოусმინო, როგორი ფილოსოფოსია, როგორი ფსიქოლოგია, როგორი მეცნიერია, როგორი სასულიერო პირია, როგორი მამაა, როგორი ძმაა, როგორი მეგობარია, ხო? აი ამ ჭრილში არ შეგიძლია, იმიტომ რომ მაშინვე გერთვება ეს ინფორმაცია შენს ტვინში, რომ აუ ეხლა კიდე იესო ქრისტე რა დროსია, ან იყო, ან არ იყო, გესმის? ის კითხვა არ გიშდება, ან იყო, ან არ იყო ბუდა, ან იყო, ან არ იყო ის ფილოსოფოსი თუ ის მეცნიერი, მაგრამ ის კითხვა გიშდება, ან კიდე იყო და ან არ იყო იესო ქრისტე. გესმის? აი ნახე, მაშინვე გბლოკავს ეგ აზრი, ან იყო, ან არ იყო. ეს ჩემთვის მნიშვნელობას არ წარმოადგენს იყო თუ არ იყო. ჩემთვის მნიშვნელობას წარმოადგენს რა წერია მის სახელით, რა წერია. რეზონირებს თუ არა ჩემთან ეს. მე იმას არ ვამტკიცებ, რომ მოდი ახლა გავარკვიოთ, იყო თუ არა მართლა იესო ქრისტე. არც მაინტერესებს, იმიტომ რომ მე რაც იესო ქრისტეს სახელით ვისწავლე, ის ჩემში და ის მე იმხელა ძალას მაძლევს, რომ მე კითხვაც არ გამიჩნდება, იყო თუ არ იყო, იქნება არ იყო, იქნება იყო. მოდი ვთქვათ, რომ საერთოდ მნიშვნელობა არ აქვს მატერიაში იყო თუ არა ქრისტე. ის ხომ როგორც სიტყვა არსებობს, ხო? და რას ამბობს მისი სიტყვა? ეს არის ჩემთვის მნიშვნელოვანი. ხო და მეგობრებო, ასეთი საკითხები ძალიან ხშირად ემართებათ, ესე იგი მე უმაგრეს და უძლიერეს ადამიანებთან მქონდა შეჯახება. ზუსტად იესო ქრისტეს სახელით. როგორც კი იესო ქრისტეს ვახსენებ, აი ეს დიდი გურუები და დიდი მაისტერები, მაშინვე წამოიფოფრებიან როგორც მამლები და ვერ იტანენ ამ ადამიანის სიტყვასაც კი, აი ამ სიტყვასაც კი ვერ იტანენ. მათი შინაგანი ვერ იტევს იესო ქრისტეს ხსენებას. არამც თუ ამზე ვიმსჯელოთ, აბა რა თქვა და რაში გამზარდა იესო ქრისტემ და მე როგორ მომალ. აი მე როგორ წამეხმარა იესო ქრისტე, თქვა რა მასწავლა, როგორ მასწავლა. ეს კითხვები არ გვიჩდება, მაგრამ იცი რა გვიჩდება? იცი რა? ის იესო ქრისტე იქ დავტოვოთ. გუშინ იყო ზუსტად აი ეს საუბარი, რომ იესო ქრისტე რა დაიკიდე რა იესო ქრისტე რა. ეხლა ჩვენ რო აქ ვართ, ჩვენ ვართ ღმერთები, გესმის? ხო და წარმოგიდგენიათ ადამიანებს რამხელა ამპარტავნება და რამხელა ეგოიზმი აქვთ, რომ ადამიანი, რომელმაც იღვაწა 2025 წლის წინ იღვაწა ის, რასაც ის ადამიანი დღეს აკეთებს. აი, წარმოიდგინე რომ ხო ვახსენე იმ დღეს, რომ ადამიანებს გონიათ, რომ ვიღაცის და რაღაცეების შეცვლა შეუძლიათ, სამყაროს მართვა და ასე შემდეგ და 2000 წლის წინ რომ ქრისტე მოვიდა და ეს სიბნელე რომ თლიანად მოცული სიბნელე რომ ოდნავ გაანათა და მისი ღვაწლი გვინდა რომ დავკარგოთ და აი მარტო ჩვენ შეგვიძლია ახლა აი ამ დროში ჩვენ კაცო ჩვენ ვართ მნიშვნელოვანი, ესე ვიფიქროთ, იმას არ უფიქრდებიან, რომ ეს ადამიანები თავის თავს უარყოფენ ამით. იმიტომ შენ თუ კი ადამიანს უარყოფ, რომელმაც შენი საქმე გააკეთა, ხო, რასაც ახლა შენ აკეთებ 2000 წლის წინ და შენ გინდა ის დაივიწყო და ის უარყო და შენი სახელით იარო და სამყარო შეცვალო, თავს კი არ უტოლებ, იმაზე მაღლა აყენებ, რომ იცოდეთ. ხო და აი ეს სინდრომი რა დროს იესო ქრისტეა, იცი რა, აი იესო ქრისტემ იმას და იმას შეურაცხყოფა მიაყენა და აი მარტო ნეგატივი ამახსოვრდებათ იესო ქრისტემ რაც გააკეთა და აი იმ ნეგატივს აცხებენ იესო ქრისტე, აი ამაში ნახე როგორ ქნა, ესე კი არ უნდა იქნა, ესე უნდა იქნა, უცვლიან, გესმის? ადამიანის გადაწყვეტილებას, როგორც იესო ქრისტემ იმოქმედა, ილაპარაკა, გააკეთა საქმეები, სიტყვიერად და ასე შემდეგ, ისინი ეხლა აი ამ დროში უწყვიტავენ იესო ქრისტეს რა უნდა ეთქვა და რა არა. და თავის თავს უფლებას აძლევენ, რომ იესო ქრისტეს გადაუწყვიტონ, როგორ უნდა ეცხოვრა.
ხედავთ რამხელა ამ პატავნება და ეგოიზმი აქვთ ადამიანებს? და იცი რა მე მომისმინე ხა რა დროს იესო ქრისტე არც არის აქ, აბა არის აქ იესო ქრისტე? კითხვას სვავენ გესმის? და მე მეგონი რა არის? ზუსტად აქ არის იესო ქრისტე, ზუსტად იესო ქრისტე მალაპარაკებს, ხო? თქვათ. და აი არა, იესო ქრისტე ჩვენ ვართ. შენ ხარ თუ კი იესო ქრისტეს აღიარებ, მაგრამ თუ კი არ აღიარებ, შენ ვერასდროს ვერ გახდები იესო ქრისტე. ვერასდროს ვერ შეუერთდები ღმერთს. იცი რა? საინტერესო საუბარი ის არის, ჩვენ ყველანი ღმერთის შვილები ვართ. კი, ჩვენ ყველანი ღმერთის შვილები ვართ. მაგრამ ჩვენ ვერ ვიქნებით ღმერთის შვილები, თუ ჩვენ ერთ ღმერთის შვილს მაინც უარყოფთ. და იესო ქრისტეს შევუსწორებთ, ესე უნდა გაეკეთებინა და ისე უნდა გაეკეთებინა. გესმის? არა გაქვს არც ერთი ადამიანის უფლების, არც ერთი მაგისტვის ნებადართული არ არის შეაღწიოს სხვის გონებაში და იქ შეუცვალოს ნებადაურთველად რაღაცეები. აი მაგალითად, ხო, ადამიანი ფიქრობს, რომ შეიძლება აი მენტალურად მართო ვიღაცეები რა, აი მაგიაა ეს აბსოლუტური. იქ წარმოიდგინო, რომ შენ ხარ ის, შეხვიდე, იქ რაღაცა ტექნიკები არსებობს, როგორ გაუკეთო ესე, აზრი შეაცვლევინო იქის. თუ გააქვს ძალა, შენ მართლაც შეგიძლია რომ თათზეհლის მართლაც ამოქმედო ადამიანები. მაგრამ გააქვს რომ მაგის უფლება. ადამიანი იტყვის, კი, მაქვს, იმიტომ რომ მე ვხედავ რომ ის არასწორად აკეთებს. გესმის და მე ვიცი რომ ის ბოროტებას ჩადის და იცი რა? შენ რომ ხედავ, შენამდე ღმერთი ხედავს და ღმერთი მოულის იმას, გესმის? შენ ნუ თამაშობ ღმერთის როლს. ღმერთის როლის თამაში შენ არ გევალება, სანამ ღმერთი არ მიგიყვანს იქ, იმ ადამიანის წინაშე არ გადგენს და გეტყვის, აი ეხლა ელაპარაკე იმ ადამიანს. მაგრამ შენ თუ შენ იმ ადამიანისგან უფლება არ აქვს აღებული, რომ იცი რა ძმაო, მე ეხლა მინდა რომ შენი გონება შევცვალო. და მაგძლევ მაგის უფლებას, ეს კითხვა და ეს ნებართვა თუ არ გაქვს აღებული იმ ადამიანისგან, შენ ჩადიხარ აბსოლუტურად ბოროტებას. რაც არ უნდა გეგონოს, რომ შენ სიკეთეს აკეთებ. რაც არ უნდა მაგი იყო და თეთრი მაგი გეგონოს თავი. ნებისმიერი მაგია, თეთრიც და შავიც არის მაგია. და მე გუშინ ძალიან საშიშ მაგთან მქონდა საუბარი. და იესო ქრისტეს ძალით ეს ადამიანი ტრანსფორმირდა. აი ტრანსფორმირდა იმ აზრისგან, გათავისუფლდა იმ აზრისგან, რომ მან უნდა მართოს სხვები. თქვენ არ იცით რამხელა საშიშროებას წარმოადგენს, როცა ერთ ადამიანში გაჩნდება აზრი, რომ მე იესო ქრისტეზე მეტი შემიძლია და იესო ქრისტე ვაფშე ვინ იყო, საერთოდ არ მაინტერესებს და მე ვმართავ აცი ეხლა ხალხს, გესმით? და ეს ამბავი ახლა რატო წერ ამას? ძალიან ბევრ მაგს უჩდება. ძალიან ბევრ მაგს დღეს, იმიტომ რომ დღეს ისწავლება ძალიან ბევრი ტექნიკა, იმ დროში ვართ, რომელი დროც იყო ნოეს დროს, წარღვნის დროს. ყველამ თავის ნებაზე დაიწყო სიარული, იმიტომ რომ დაცემულმა ანგელოზებმა ადამიანებს ასწავლეს ეს ტექნიკები და ადამიანებმა ერთმანეთი გაანადგურეს მთლიანად, იმიტომ რომ ყველას ეგონა რომ თავისი აზრი არის იმაზე უფრო უკეთესი და მე შევაღწევ იმის ტვინში, შევცვლი იქ რაღაცეებს, დავაპროგრამებ, გადმოუპროგრამებ და ესე როგორ ჩემ ნებაზე ივლის მე ყველა, გესმის? იმიტომ რომ მე ვარ ყველაზე კარგი, გესმის? აი ესეთი აზრები ადამიანს აწუხებს ოდითგანვე. იმიტომ რომ ძალაუფლების თამაში უყვარს მას. როგორც იახვეს. იახვეს აბსოლუტურად იგივე გააკეთა. ღმერთი უარყო. და თქო მე ვარ ღმერთი, აბა სად არის ღმერთი? დამენახოსო ერთი ღმერთი სად არისო? აგერ მე ვხედავ ჩემ თავს, მე ვარ და მე უნდა მემსახუროს ყველაო, გესმის? ეს არის იახვეს დაცემული აზროვნება, რომელმაც თავი ღმერთად წარადგინა. ერთადერთი ქმნილება, რომელმაც ღმერთი ვერ დაინახა და ვერ ადიდა ღმერთი, თავისი დაუსაბამო ქმნილება. ამიტომ ეს სულისკვეთება მაგებში ძალიან მოჭარბებულად არის დღეს, იმიტომ რომ დაინახეს ის ტექნიკა მუშაობს, კი, წავიდეთ, დედი, ახლა ლაივ
ჩავწერ ახლა ლაივს, დავამთავრებ და მე წავიდეთ. ხო. აი ახლა მე ხალხს უყვები იესო ქრისტეზე და მე წავიდეთ, კარგი? მოდი შენც მოისმინე. ამიტომ არის ესეთი მომენტი, მაგების მოჭარბება არის დღეს, არა მხოლოდ ეს იყო გერმანელი მაგი, იცოდეთ, არ იყო ქართველი საზოგადოების წარმომადგენელი, ეს იყო გერმანელი მაგი, რომელიც იყო შეპყრობილი იმ აზრით, რომ მას შეუძლია მართოს ისევე როგორც ტრამპი, ისევე როგორც პუტინი და ისევე როგორც მთელი სამყარო და მას შეუძლია შეცვალოს სხვა ადამიანების გონებაში რაღაც პროგრამები, გესმის და იცი რა არის? როდესაც შენ ამ აზრით ხარ შეპყრობილი, საერთოდ ვერ აცნობიერებ, რომ შენ თავს ანადგურებ. და როდესაც უკვე აი ეს საუბარი მაგების დიდი ბრძოლა გაიმართა გუშინ, ხო? დიდი მაგების ბრძოლა გაიმართა გუშინ, ისევ და ისევ იესო ქრისტეს სახელმა განწმინდა ეს სიტუაცია, რომ ადამიანი იყო შეპყრობილი ამ აზრით. და დარწმუნებული ვარ, რომ ერთი კი არა. 10 კაცი რო დააყენო დღეს, 9 კაცი არის ამ აზრით შეპყრობილი, რომ ის ფიქრობს სხვაზე უფრო უკეთესი აზრი აქვს. სხვაზე უფრო კარგად შეუძლია აზროვნება, სხვაზე უფრო ლოგიკურად, სხვაზე უფრო ძლიერად, სხვაზე უფრო ესე და ესე აზროვნებს. და სხვაზე უფრო კარგად შეუძლია მართოს ეს სამყარო, გესმის? როგორც აბსოლუტურად მოდებული არის ეს დღეს სასულიერო პირებში. სხვაზე უფრო კარგად შეუძლიათ რომ გაიგონ და სხვას მე აუხსნა თვითონ რა გაიგეს, გესმის? და ჩვენ არა გვაქვს უფლება რომ წავიკითხოთ ჩვენით და გამოვიტანოთ ჩვენით აზრი. იმიტომ რომ ჩვენ შეიძლება დაცემული მდგომარეობიდან შეცდომებში შევიდეთ თურმე. გესმის? ამიტომ ფსიქოლოგები აიგნორებენ ქრისტეს, მეცნიერები აიგნორებენ ქრისტეს დღემდე, სასულიერო პირები ხომ საერთოდ აიგნორებენ და ანტიქრისტეზე საუბრობენ და არა ქრისტეზე და ადამიანები კიდე ეძებენ ქრისტეს და ვერ პოულობენ. ამიტომ ვერ პოულობენ, იმიტომ რომ აბსოლუტურად საზოგადოება დღეს მედია, მეცნიერება, სკოლა, უნივერსიტეტი აიგნორებს ქრისტეს. ოღონდაც ქრისტეზე არ ვილაპარაკოთ. ეს არის უკვე აი გადაჭარბებულად რაღაცა თურმე გადახრები აქვს ადამიანს, როდესაც ქრისტეს ფილოსოფიაზე დაიწყებს საუბარს რა. მე მახსოვს, ერთ-ერთი ადამიანი, როდესაც პირისპირ შევეჯახე ქრისტეზე საუბრის, ადგა და გაიქცა ზღვაში გავარდა. ვერ აიტანა, ზღვაში შევიდა, დაწყნა და დაიწყნა თავი, მე საერთოდ აღარ ისაუბრა ჩემთან. აი, ამიტომ არის ეს, რომ როდესაც შენში ეს სიტყვა იესო აღვიძებს აგრესიას, უკვე რაღაცა პრობლემა გაქვს. ვერ ერევი, გესმის? შენ იცი შინაგანად, რომ იესოს ვერ ერევი, აბსოლუტურად ვერაფერში ვერ მოუგებ. არც გეჯიბრება და იმიტომ. და ამიტომ შენ ახან შენ ეგოს უკვე შეეხო ის, რომ შენზე უფრო მაგარი ვიღაცა სხვა არის და იყო მანამდე შენზე. პირდაპირ აგრესია გემართება და პირდაპირ ალები გემართება, როდესაც ამ სიტყვას ახსენებენ იესოს. ერთადერთი, აი მე მახსოვს, ქალებს არა აქვთ აგრესია იესოს მიმართ, მაგრამ კაცებს აბსოლუტურად ჩემი მეუღლის გარდა ყველას აქვს აგრესია, როდესაც იესო ქრისტეზე იწყებს საუბარს რა. აი პირდაპირ კონკურენციას გრძნობ ხოლმე, რომ პირდაპირ კონკურენტად აღიქვამენ მის მიმართ თავს. და არაერთი საუბარი მომხდარა ჩემს. აი ძლიერი ადამიანების, ეს მე არა მაქვს ჩვეულებრივი ადამიანები, რომელიც არ ერკვევა ესეთ რაღაცეებში რა. იმას ამბიციაც არ გაუჩნდება, რომ იესო ქრისტეზე მაღლა დააყენოს თავი, მაგრამ ვინც ერკვევა სულიერი და ასტრალურ მენტალურ საკითხებში, ხო, აი იმას ნამდვილად ძალიან დიდი პრობლემა აქვს ხოლმე იესო ქრისტეს ხსენებაზე. და უბრალოდ ვერ უძლებს ჩემთან საუბარს, ვერ უძლებს, მაგრამ ხდება ესეთი მომენტი რა, უკიდურეს მდგომარეობამდე მიმყავს სიტყვის ძალით. ტრანსცენდენტალურად თვითონ აი ამ პროცესით ის ადამიანი ან გარბის, ან იწმინდება და ზის და მერე იგებს ყველაფერს, რაც უნდა ითქვას. გესმით?
ამიტომ ხშირად ადამიანებს გონია ხოლმე რომ მე ვეკამათები მათ. არა მე კი არ ვეკამათები, მე ვცდილობ რომ გავაგებინო ჩემი პოზიცია. მე რა პოზიცია მაქვს, მაგრამ იცით როგორი საუბარი მიდის? აი შენ თავს მახვევ. იცი რა, მე თუ შენ თავს გახვევ ჩემს რაღაცებს, მაშინ შენს მახვევ შენ საკითხებს თავს. აღარ მინდა მაგაზე საუბარი. კი ბატონო, შენ აღარ გინდა და მე რომ მინდა საუბარი, მაშინ უნდა წავიდე. წადი, კი ბატონო. ანუ ვინ გარბის, ის ვინც სუსტია და ვისაც არ შეუძლია თავის დაცვა, თავისი პოზიციის დაცვა. და რამდენი გინდა იმდენი ადამიანი არის ჩემგან გაქცეული, იმიტომ ვერ მიგებს საუბარში რა. ანუ ორაზროვანია ეს სიტყვა, ვერ მიგებს და ვერ მიგებს. მიხვდით ხო? ვერც მიგებს და ვერც მიგებს, გარბის უბრალოდ. და გუშინ მოხდა ესეთი ძალიან მაგარი რაღაც რა. ესე იგი ხო ვისაუბრეთ. აქ დიდი მაგიური ენერგიების გამოგზავნა მოხდა. საბოლოო ჯამში ადამიანს ვიგრძენი რომ თავი ეხსნება უკვე და გადის თავის საზღვრებიდან, ანუ ფიზიკურად ვიგრძენი. 1 საათი იყო სიჩუმე და შემდეგ 1 საათის მერე კიდე 5 საათი ვისაუბრეთ. აი აქ მოხდა უკვე ტრანსფორმაცია. და დღეს ადამიანმა უკვე დაიწყო ცეკვა. ხდებით? არც გაიქცა, თან ვერც გაიქცა. იმიტომ ვერ გაიქცა, რომ ის თავის თავზე მუშაობდა. ადამიანი, რომელიც თავის თავზე მუშაობს, არ გარბის. აი ხლა ვიღაცებს კიდე გაუჩნდებათ ის ამბიცია, რომ აი რა გონია თავი. იცით, მე გეტყვით ერთ რამეს რა. ეს ადამიანი, რომელიც ჩვენს ეზოში უბრალოდ ისე შემოვიდა და არც იცოდა სად მიდიოდა და რა მიდიოდა, ქრისტეს გზავნილი იყო. ქრისტე გაიცნო მან გუშინ. იესო ქრისტე. და ვისაც ქრისტეს გაცნობა სურს, ქრისტე იცის, სადაც უნდა მიიყვანოს ადამიანი. იცის. და ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, იმიტომ რომ ქართულენოვან სივრცეში, როდესაც ქალი იწყებს ქრისტეზე საუბარს, ჯერ ხო კაცი, მამაკაცი ვერ იტანს ამ ვითარებას, არ შეუძლია საერთოდ რომ ქალი ლაპარაკობს, ჩუმად იყავი, შედი ქალ კუხნაში, ქალმა არ უნდა იქადაგოს. და პირდაპირ აი ეს დიდი მაგი, რომელიც ტრამპს და პუტინს თავის შუაში თავისას შეიძლება კიდევაც მართლაც ამოძრავებს. ფიქრობს რომ იმათ ამოძრავებს აი სამყაროს მართვა სურს, თავისი ენით ამბობს, მოიყვანა ღმერთმა ჩემთან. რატო მოიყვანა ღმერთმა ჩემთან და რატო არ მიიყვანა პატრიარქთან, აი იმასთან, ილია მეორესთან? რატო არ მიიყვანა მაგალითად ვინ რამდენი გიცქინა იმდენი გერმანელი არსებობს საქართველოში? ჩემს ეზოში რატო შემოიყვანა? იმიტომ რომ მე ქალი ვარ და არ მელაპარაკა? არა, იმიტომ რომ ღმერთმა ზუსტად იცის ვინ უნდა ილაპარაკოს და ვინ არა. რომ ქალებს საუკეთესოდ შეუძლიათ ახსნან რას საუბრობდა ქრისტე. და თუ კი პატრიარქატსა და მატრიარქატს შორის არის ეხლა ბრძოლა გამართული, ქალი არ იბრძვის, კაცი იბრძვის. საინტერესო საუბარი იყო კიდე ქალსა და ქალი უფრო სუსტია ფიზიკურად, კაცი უფრო ძლიერია, კი ბატონო, მაგრამ ქალი ძლიერია შენ აგიხსნას რაღაცები და გაგაგებინოს. შენ შეიძლება ქალი ფიზიკურად კიდევაც მოერიო, ფიზიკურად დაეტაკო და სემო, მაგრამ შანსი არ აგაქვს რომ შენ ქალს მოუგო მენტალურ ომში. არ აგაქვს უბრალოდ ამის კაპაციტეტი, არ აგაქვს როგორც კაცს. ამიტომ ქალები არასდროს არ კამათობენ იესო ქრისტეზე, ქალებს ძალიან კარგად ესმის იესო ქრისტესი. მაგრამ კაცები ჯერ რომლებიც ვერ ირგებენ ამ მდედრ ენერგიას თავის თავში და იესო ქრისტეს ბოლომდე ვერ ითავისებენ, ხო? ამათ აქვთ პრობლემა. ნამდვილად აქვთ პრობლემა, იმიტომ რომ ეს მამაკაცური ეს ხანჯალი ამოიღო ხანჯალი და გაუყარო ვიღაცას და სიკვდილით დაასრულეს საუბარი, აი ეს აქვთ, კი, შინაგანში აქვთ. და თავი
კარგად გონიათ კარგი მეომრები, რომ აი ეხლა თუ კი ჩემსა და მას შორის გაიმართა უთანხმოება, მაშინვე თავი უნდა მოვკვეთო, იმიტომ რომ სხვანაირად არ არსებობს ეს სამყარო. ეს არის მამაკაცური აზროვნება. ქალის აზროვნება არის, მოდი რა, მე გაგაჩინე. ჩემგან გამოდის სიცოცხლე და მინდა რომ გაგაგებინე, იმიტომ შენ ჩემი შვილი ხარ. ნებისმიერი ადამიანი ქალისთვის არის შვილი. იმიტომ რომ ქალმა იცის, თუ კი მას აქვს გამოცდილება დაბადების, ანუ როდესაც ქალი ბადებს შვილს, მან უკვე იცის სიცოცხლის ფასი. არ არსებობს ადამიანი იგი გაიმეტოს. არ არის, თუ კი იგი არ არის დაზიანებული სხვადასხვა აი ამ ბოროტის სულების მიერ. და ნებისმიერი ქალი, რომელსაც ნაშობი აქვს უკვე და შვილი ყავს, ხო? შვილი ყავს. ამ ქალისთვის არ არსებობს ადამიანი, რომელიც არის მტერი მისთვის. იმიტომ რომ ქალმა იცის რა არის სიცოცხლის ფასი. ქალმა იცის როგორ წარმოიშობა სიცოცხლე. ქალი წარმოშობს სიცოცხლეს. ქალში წარმოიშობა სიცოცხლე. და მას შეუძლია გაუგოს ნებისმიერ ადამიანს. ქალი პირველ რიგში უყურებს ადამიანს როგორც ცოცხალ არსებას, როგორც წარმოშობილ და დაბადებულ არსებას. და კაცი ვერ ითავისებს ამას, იმიტომ რომ ამ ტკივილების ატანა არ შეუძლია. ამიტომ ვერ არის ის ვერც ფიზიკურად არის ძლიერი, ვერც მენტალურად. კაცი რომ იყოს ფიზიკურად ქალზე ძლიერი, მაშინ ის გააჩენდა შვილებს, მაგრამ ვერ არის ძლიერი. ვერც ფიზიკურობაში არის ძლიერი კაცი. მაგრამ კიდევ როგორც გეუბნები, ქალები არ ადარებენ თავს მამაკაცებს. არ ეჯიბრებიან რომ მე უფრო ძლიერი ვარ ვიდრე შენ. მაგრამ მამაკაცები იწვევენ, ატრიგერებენ ქალებს, რომ აი მე უფრო ძლიერი მუსკულები მაქვს. შემიძლია დაგიჭირო და ვერ მომერევი. ესმის, მაგრამ ქალს ზუსტად უკან შეუძლია შეუბრუნოს და უთხრას, აბა გააჩინე მაშინ შვილი. მოერევი ამ ტკივილებს, მოერევი ამ საკითხს. აი არ შედარება, თვითონ შედარება, ისე რომ შევადაროთ ჩვენ თავი ვიღაცას, ან ქრისტეს შევადაროთ თავი. არ არის საჭირო. ჩვენ უბრალოდ უნდა გავიგოთ, რატო ლაპარაკობს ესა თუ ის ადამიანი ქრისტეზე. იმიტომ კი არა, რომ ის რელიგიური ფანატიკოსია და ფანატია და აი ესე და ქრისტეს გარდა არაფერი არ აქვს თავში და всё გაფანატებული და გაჭედილი აქვს. არა, იმიტომ რომ ქრისტე ასწავლის ადამიანს როგორ იყოს ძლიერი. და მისი ფორმულები დღესაც ჭრის. საზოგადოებაში უძლიერესი ფორმულები დადო ქრისტემ. იმიტომ რომ მის ფორმულებს ვერაფერი ვერ მოერევა. თუ კი შენ გაიგე ეს ფორმულები და ამოხსენე. ეხლა მივდივარ დედიკო. ასე რომ მეგობრებო, ვისურვებდი რომ მეცნიერებმაც, ფილოსოფოსებმაც, ფსიქოლოგებმაც და მასწავლებლებმაც დაინახონ ქრისტე როგორც ფსიქოლოგი, ფილოსოფოსი, მეცნიერი. ქრისტე არის უძლიერესი მეცნიერი. ყველაზე დიდი მეცნიერი. მეცნიერთა შორის მეცნიერების მამაა ქრისტე. სასულიერო პირთა შორის სასულიერო პირების მამაა ქრისტე. ფილოსოფოსთა შორის ფილოსოფოსების მამაა ქრისტე. ამაზე უფრო უკეთესად არავის არაფერი არ უთქვავს და კიდევ არის რა იცით? პრაქტიკულად ყველა გურუებს შორის ყველაზე დიდი გურუა ქრისტე. ასე რომ ნუ შეედრებით ქრისტეს, მეგობრებო, ისწავლეთ ქრისტესგან, იმიტომ რომ მან იმ ხელაზე გასწავლა, რომ მე შენთვის მოკვდები კიდევაც, არ გინდა, ნუ შემედები, ნუ შემეჯიბრები, როგორც იუდა ეჯიბრება ქრისტეს, ყველაფერში უნდა რომ მიბაძოს, დაჟე მისი ქალიც კი უნდა რომ თავისთვის მიიწეპოს, გესმის? ეცილება ქალში, სახელში, ფულში, ყველაფერში და ბოლოს ისე თავს იკლავს თვითონ. ქრისტეს კლავენ, ამას ეს თავს იკლავს. განსხვავება ეგ არის. ამიტომ კაცებო, ნუ შეეჯიბრებით ქრისტეს. ისწავლეთ მისგან, იმიტომ რომ მან იმ ხელაზე დიდსულოვნება ანახა, რომ შენთვისაც კი დაიხარჯა, მოდიცი რა ვქრათ, შენთვის კი არ მოკვდა. იმისთვის წავიდა იმ გზაზე, რომ ეჩვენებინა შენთვის ესეც შეიძლება, გესმის? ესეთი გადაწყვეტილებაც შეიძლება. ის კი არა, რომ შენ სხვას წააცალო თავი. ხო? შენ შეგიძლია სხვას დაანახო, რამდენად სუსტია ის შენზე, რომ დაჟე ვერ გიტანს, იმდენად ვერ გიტანს, რომ შენი გაქრობა სურს და მოკკლას. და ამითი იგებს ზუსტად, რომ
შენ არც გეჯიბრება ქრისტე, არც კი გეჯიბრება. შენ უბრალოდ გითხრა და სინათლე მოგიტანა და მერე განახარ რისი გამკეთებელი ხარ. აი სასულიერო პირებს ახლა ელაპარაკება ქრისტე. რისი გამკეთებელიც არის სასულიერო პირი, მისი გაქრობა სურს. და გააქრო კიდევაც ეგონა თავის შუაში და აგერ დღემდე თავს არ ანებებს ეს ქრისტე მაგ სასულიერო პირებს. ეხლა მე დაგემშვიდობებით მეგობრებო. ნებისმიერი ის მეცნიერი, რომელიც ქრისტეს სახელით არ საუბრობს, თვითმარქვიაა. ნებისმიერი ფილოსოფოსი, რომელიც ქრისტეს სახელით არ საუბრობს, თვითმარქვიაა. და ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ქრისტეს უარყოფს და ქრისტეს სიტყვებს თავის სიტყვებად ასახებს, არის თვითმარქვია. პარავი და ქურდი. ასე რომ გაკოცეთ, ნუ იქნებით ქურდები, დავუფასოთ ყველას თავისი სიტყვა და ასე რომ გაკოცეთ და გემშვიდობებით.